ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება წვეთში ესენი თუ გინდა გადმოვიდე მეტი ერთი ორი წელი გადმოდე კარგად ამოვიდო და ღიპები ნაკლებად გამოგვიჩნდა მიდი შეფსოს გადმოდე ჰა ხიპიანი ნუ ახლა რეპერებს არ უხდებათო მაგრამ ხა რიკიროს და ვიღაცებს თუ შეხედავ ხიპიანები იგებენ ბათლებს მოკლედ ეს პოდკასტი ეგრე იწყება ხოლმე თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქარი მორიგი პოდკასტი იწერება ამ გაგანია სიცხეში მეგობრებო აგვისტოში პრინციპში და როგორ ახარ თავად როგორ ახარ ატო რატო ქვია რატო ესე გავრეპოთო როგორ დავიწყო ხეთ ფიქრობდი ხა რომ შესავე როგორ გავაკეთო მეთქი რა რაშები როგორ ახარ კარგად შე როგორ ახარ მეც კარგად თავარ ეს კაცი არის მეგობრებო ეხლა ახალი მონაწილე ერთ-ერთი რაიმე რუცის უკვე მეორე ნაწილი ითვლება ხო ეს მეორე ეტაპი კეთდება ახლა არ იმას ტელევიზიაში ვიციან ხო ის არ გადართოთ შემოგვიერთდება კარგი ადამიანი შემდეგში რომელიც ამ პროექტის შესახებ პროცლად და უფრო კარგად ისაუბროს და დაელოდეთ არ გადართოთ რეკლამის შემდეგ დაგებინებთ აბა მითხარი ახლა ამ გაგანიას სიცხეში როგორ ემზადები რას წერ როგორ წერ ოპონენტის მიმართ როგორ ხარ განწყობილი და ასე შემდეგ რა თამამად რაც თავარია ой ოპონენტს რაც შეეხება დადებითად ვარ განწყობილი დაწერილი მაქვს უკვე სამივე რაუნდი რავი მომზადების პროცესში ვარ ავსწავლობ მესამე რაუნდს პირველი ორი რაუნდი უკვე რასაც ქვია დავღეჭე და 30-ში კიდე ამ სიცხეში უფრო სიცხეს დაგანახებთ რა დედაენის ბაღში კი ბატონო აუ ნეტა მეცალოს რა ჩემი რესტორნებიდან გამომდინარე რაღაც მე ხო იცი ხან რესტორნში ვღერი ხან ის და ძალიან მინდა რომ მაგ დღეს მაგალითად რაღაცა 2000 კაციანი ქორწილიან რაღაცა არ დამემთხვეს და მინდა რომ მოვიდე როგორც წინაზე ვლოგები გადავიღეთ რაღაცა და მაგრა გაასწორა რა ხო და მინდა რომ მოვიდე დავისწრო და ოპონენტს იცნობდი თუ არა ოპონენტი დიჩისგან გავიცანი ჩაჩი ჩაგვაგდო ვილაპარაკეთ შევთანხმდით რაღაცეებზე სხვათა შორის ანუ როგორც პიროვნება ამატერასუს ეჯახება. სხვათა შორის ამატერასუ პოდკასტში მყავს ჩაწერილი ჩემთან ახსე დევს მეგობრებო. უყურე მაგ პოდკასტსაც. ოღონდ მაშინ გძელი თმა ქონდა, არ ვიცი ეს რამდენად გამოგადგება იქ რო ეგუთხრა, მაგრამ არ ვიცი, ხო იცის როგორ ეხლა მაგაზე არ არის ხა. ადრე იყო ხო იცი გძელი თმა საყურე ბრანჟე როგორა გაგდა რაღაცები ადრე რაღაც გართულება იყო ხო მაგაზე და ეხლა იმდენად აღარ არის ხა მაგაზე არაფერი. ჩვენი სპონსორი არ არის რა თქმა უნდა ბურახი, მაგრამ და რაც შეეხება ამატერასუს რა მოусმინე რამოდენიმე ტრეკს შენი პოდკასტიც ვნახე ე კარგია უკვე მომეწონა და ლაიქი ალბათ გამოიწერი არხგას გამოწერილი მყავხარ რავი პიროვნულად რავი კაი ადამიანია რა მაგრამ რავი აქ არ უყურებ ხა პიროვნებას და ასე შემდეგ ჩემი საქმე მაქვს მე ბეთხზე გასაკეთებელი და ანუ გაიცანი ასე ვთქვათ ვიდეოებიდან პირადად არ იცნობდი არა პირადად არ ვიცნობდი ანუ გავიცანი ვიდეოებიდან რა დიჩიმ რომ მითხრა ეს იქნება შენი ოპონენტიო დავსერჩე რაღაცეებს უყურე რაღაცეებს მოусმინე მე ვილაპარაკეთ მე და ამატერასუმად შევთანხმდით რაღაცეებზე და შესაბამისად რავი მე უკვე დავიწყე მზადება რა ხო და რავი ფიქრობ ძალიან მაგარი რაუნდები მაქვს რა და ისე იმას შეძამונה გაგაწყობენ ეგ მიკროფონი ცოტა მასთან ხარისო გადაუტანო შენ კენი ყურება და ხმას უფრო უკეთაებს გამოცნული კაცი ხედავ ეს სხვათა შორის რამდენჯერმე კი ვიფიქ კიდე ეგ თუ კიდე მოიცა აჰა ძმო ხო და просто მე ისეთი ხმა მაგაიგი რომ აქედანაც ვსაუბრო აქედან თუ აქედან მოყიერათ მოდის გაიგი რას ამბობდი და ამატერასუზე ვაპარაკობდით და რავი ბეთლებსაც უყურე დაჟე ამატერასუს ბეთლებს მაგრამ დიდი ვერაფერი რა აი ონლაინ ხო ეგ რაღაცა ვერ დავამოღამე რა არანაირი დისრესპექტი რაღაც არა ხალხო უბრალოდ რაღაცენთ აი რაღაც ვერა და მე რო ხედავ მაინც ადამიანს და უყურებ და რაღაცა უფრო სხვა არის და რაღაცა აი მოსასპენად და რაღაცა უფრო მაინც პოდკასტია რა შეიძლება პოდკასტ მოусმინო მაგრამ ხო და просто დიდხანს არ მომიწია რა მოსმენა იმიტომ რომ მეოთხედ ფინალიდან ეგრევე გამოვარდა და მეტი მასალა აქედანვე ფანჩები და რაღაცები გაუშვა ეგრე აქედანვე ვა კაი ეხლა რა მაინტერესებს მინდა რომ მე ამ პოდკასტის მუღამიც ეგ არის ხოლმე რომ
ეხლა დავუშვათ თუ მოიყვან ისეთ ადამიანს როგორც მაგალითად ძვალი, კოკლიანი, თენთენა და ესეთი კლასიკა ხალხი რომ ყავდა რა, ასე ვთქვათ, ოლდსკულები, ბევრი PR-ი და ამბავი არ ჭირდება ამ ხალხს, ხვდები? მაგრამ თუ მომყავს ხოლმე რომ დავუშვათ შედარებით, დავუშვათ ფრეშმენი ტიპები, ნიუკამერები თუ როგორც ეძახით ეხლა 1000 სიტყვები გამოიგონეს, მე ხა მაინც 90-იანი კაცი ვარ. ეხლა ვსწავლობ მაგ ყველაფერს და მაინც მინდა რომ აი შენი თავი ასე ვთქვათ, ცოტა გავაცნოთ ადამიანებს უფრო ახლოდან რა. აი მაგათ როდის დაიწყე, როგორ დაიწყე, ნუ ინსპირაცია ვინ იყო და ესე ნელ-ნელა როგორ მოხვედი რა, აქამდე რა. აი ქართული ჰიპ-ჰოპის მოსმენა დავიწყე ზურიკო კოკლიანით რა. აჰა. ბავშვობაში მქონდა ლეპტოპი, კაროჩე, თამაშობდი Need for Speed რა. და მთელი ზურიკოს პლეილისტი მქონდა და თან ზურიკოს სიმღერებს უსმენდი, თან თამაშობდი რა. ხო რა და მაგრად მისწორდებოდა რა. დღემდე ზურიკო ჩემთვის ნომერი 1-ია საქართველოში რა. მოკითხვა. აუცილებლად. და battle rap-ი PvP Flow-ում რო დაიწყო. ეს პროექტი მაშინ დავიწყე თავიდან. მეთქი რაღაც ახალია. მე გამისწორდა რა, უკვე რაღაც ანუ ისეთი ლაინები რო გაიჩითა რა, ცოტა სააზროვნო ლაინები როა და რაღაც. მე ყველაფერი გამისწორდა რა. შეიძლება flow-დან უკვე და არა, აკაპელაზე ვიძახი. PvP battle-ზე ვიძახი. პირველი ბეთლი იყო, რომელსაც უყურე KG Grotesque. ვა. ხო და KG მაგრად გამისწორდა, ნუ გოჩა old school-ია, ძალიან მაგარი. გოჩასაც ველოდები პოდკასტში, უნდა ჩავწეროთ მალე. გაზი გავუდინოთ. მე. და KG-ს რო ქონდა ეს ცოტა ინტელექტუალური ლაინები და რაღაც მაგრად გამისწორდა რა. და იქიდან მოყოლებული უყურებდი მე რუსულ ბეთლებსაც უყურებდი. ოქსიმირონი გამისწორდა იქ და რა თქმა უნდა. აუ ესე მე ვიფიქრე მეც ხوار მეცადა რა და კაკრას დიჩიმ გააკეთა პროექტი. ანუ იქამდე არც ჩაწერილი, არც დაწერილი არაფერი, დაიწყე ეს ეყურება პირდაპირ და მაშინ გაგიჩნდა მუღამი ფაქტიურად. ხო, მუღამი გამიჩნდა, თამაში უფრო პატარა ვიყავი შედარებით, მაგრამ ეხლა რომელ წლიანი ხარ? მე 97-იანი. გენაცვალე. მე. ო და კაკრას დიჩიმ რო გააკეთა ეს პროექტი. კაროჩე ეძებდა ემსებს რა და მე უთხარი ესეთი რაღაც რომ მეთქი შენ უკვე რაიმე რუძე გადმოხვედი. კი, რაიმე რუძე. უთხარი ესეთი რაღაც თუ არ ყავს ვინმე, ვინც იბეთლავებს, არა პრობლემა, ნებისმიერს დამაჯახე, ვიბეთლავებ რა. იმიტომ რომ აი მუღამი მქონდა რა და ეხაც 30-ს ისე ველოდები რომ აი ლიჟბი იქ დაუდგე რა. ანუ ესე იგი პირველი გამონათება ეს სერიოზულია, კონცერტები, არანაირი არც რაღაცა ტრეკიც არ მაქვს ჩაწერილი. რაზე? ერთი ტრეკი მაქვს ხო ჩაწერილი, ისიც არ მიდევს. და ესე იგი როგორც იმაზე მეწერა ხოლმე, რა ქვია, პოდკასტზე რო დავაწერე, უტრეკო რეპერი მეთქი, რა ქვია. ვინ რომელი იყო მეცე ხო დიჩი ბოდიში დიჩი კი არა, არც სტიჩი. სტიჩი რომ მითხარ რომ ტრეკების ჩაწერას არ ვაპირებო და თამლენზე დავაწერე უტრეკო რეპერი მეთქი და ზოგი როგორ კითხულობდა, ზოგი როგორ კითხულობდა. ხო და შენც ეგრე ხო არ აპირებ, შენ აპირებს სავარაუდოდ. არა, კი, მაქვს მუღამი ჩავწერო, რამოდენიმე ტრეკი მაქვს მომზადებულიც. არის ხალხი რომ აი ბეთლებსა თუნდა წავიდე და ვიყო ეგ თემა აქვს რა. თავია ეხა 30-ში ხალხს თავი გავაცნო და შემდეგ უკვე ნენელა მიყვები და ტრეკების ჩაწერას დავიწყებ რა. და ოლდებიდან მაგალითად აი მარტო კოკლიანი გევასება თუ ზოგადად არის ვისაც უსმენ და გისწორდება. აი ადრე იყო ჯგუფი XS-ი. მე თუ არ ვიცება ვინც. ჩემ დროს იყო თუ იყო. მაგათ უსმენდი ქსელი 56-ს უსმენდი და ის კიდე ქსელი 56-ზე რა, დუდა მევასება მაგრად რა. შენ დუდას პოდკასტსაც ნახავდი ჩემ. კი, დუდას პოდკასტს. სერიოზული ფანი ხარ ჩემ პოდკასტების. ხო და აი დუდა იმენა ზურიკო დუდა. აუ კიდე არიან რა ალბათ რამოდენიმე ისეთი რეპერი. კაი, იმ თემას რო შევეხოთ მაგალითად კონკრეტულად ამ დიჩის პროექტში გაგიჩნდა სურვილი თუ დავუშვათ შეიძლება PvP-სკენაც გქონდა სურვილი და ჩაწერე რაღაც თუ მანდ არც შეგიწერია და სურვილი არ ქონია თუ არა ჩამიწერია ანუ კაქტუსი გეგმავდა პროექტს რა კაქტუს გრაინდს მან დავდე შესარჩევი TikTok-ზე მიდევს მაგის შესარჩევი მოკლედ მე სპონსორი ვერ გამოჩნდა და ჩავარდა პროექტი იქ ვაპირებდი გამოსვლას და რახან ეხა ბეთლი გაიჩითა და მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ვიბეთლავო რავი ალბათ აქ ხედავ რა ჩემ თავს რომ აი ბეთლი ჩემია რა აკაპელათან კი აკაპელა არა ფლოუზე არასდროს არ მქონია სხვათა შორის ეს აკაპელა მაგრად გამეწორდა
წინაზე პოდკასტებში აღნიშნე რომ PvP-ზე რომ მიდიხარ იქ საცეკვაოდ საბაუნსოდ რაღაცა ასწორებს რა საყურებელთაც, მაგრამ აი როგორც მოსასმენად რო აღიქვა რაღაცები ხო PLS-ი, Doki, G1 თემები რო იყო რა, რო იყავი მისული, რო უსმენდი, აი დიჩისაც მიწერ პირაჩი რა. იმნა ვისიამუნე რასაც ვქები, იმიტომ რომ ყველა სიტყვა გაიგე, ის თემა არის, ოპ უნდა ჩავატიო რომ მე არ გადავიცდეს და არიქა აკაპელა არ ჩამითოლონ და არიქა ის და არიქა ხო ხტები რაღაცა ესეთი არეულობა არ არის და აი ის არის რა, ანუ თავის აზრს აფიქსიროს ბოლომდე ადამიანი ხა რამდენად კარგად ისწავლის ტექსტს და რაღაცა მოგიტყვა სტიჩის, რამდენად კარგად ისწავლის ტექსტს და ტელეფონიდან აღარ წაიკითხავენ ერთი ეგ არის, მაგრამ დანარჩენი პონტი ხა რა ვიცი რა. მაგრამ მე მგონი დოკიც და სტიჩიც როგორც ახლები ამ თემაში, შენი აზრით შენც კი ესწრებოდი იქ, მაგრამ ძალიან მაგრა გამოვიდნენ რა. მე მაგალითად აი არ ვიცნობდი არც ერთს და მაგრა გამისწორდა რა. მეც გავიცანი ბიჭები, ორივეს ბეთლს უყურე და რავი დოკის ასწავლი კაცია რა. თან პატარა და ამას აქში რო ესეთ დონესდებ მეტარხულ MC ჯიუნა რო გადავ წარმომიდგენია უფრო მეტ გამოცდილებას რო აკრიფავს რა ამ თემაში მერე რას გააკეთებს რა სტიჩის რაც შეეხება სტიჩის ლაინები აი როგორი ლაინები აქვს იცი უნდა დაუფიქრდე რა რაღაცებს როგორც დოკს რა სტიჩის ლაინებს რო დაუფიქრდები აი მერე მოაქრა ნენელა მოაქრა შეიძლება იმ მომენტში ვერ დამუღამო მაგრამ მოიტანს და ძალიან მაგრა წერს ამ ეგ რომ მუსიკაზე და ბიტზე იყოს წარმოიდგინე შეიძლება ვაფშე ვერ დაეწიო გაიხარე სტელო და ნათიას განხილავს ხო ეგეც შეიძლება გუშინ დაიდო თუ გუშინ წინ ამახსოვს NIS-ის განხილვა ჯიუნასი და იმისი რა ქვია დოკისი და თვითონაც ხო ესწრებოდა იქ მაგრამ აი რო აპაუზებდა და რო ხსდიდა თან რა რო აი რამხელა ვორდპლეები და რამდენი მნიშვნელოვანი რაღაც აი თემები ქონდა დოკის განსაკუთრებით ჯიუნა ხო ვიცოდით რაც შეუძლია მაგრამ აი დოკის იმინა განსაკუთრებით ძალიან ის ქონდა რა აი დალაგებული სქემებია ესე რომ კი ყველაფერი მაგრად ქონდა ისტორიული თემა ცალკე იყო ის ცალკე ყველანაირად რა ხო და აი ამ სტრუქტურებს მაგრად აწყობს რა ამ სეტაპებს ისე აწყობს რომ აი დალაგებულად მიყავს ბოლომდე და სათქმელი რაც არის თავარი აზრი ამ სეტაპის ანუ დელივერი აქვს ისეთი რომ ხალხს გააგებინოს რა ანუ კარგად აგებინებს რა სეტაპის მერე სეტაპი ხო რაღაც და ძიმე ფანჩი რაღაც რა ამ სეტაპებში ისე აი მაინც ვფიქრობ რომ თან შენ უფრო მეტი გაქვს კიდე დასაწერი ამატერასოზე ხო მე უფრო მეტი მაქვს დასაწერი ვიდრე კი და მაგამ ბავში ახლა რა გამოდის მოგებაში შენ უფრო გამოდიხარ იდეაში ხო მაინც რაღაც პონჩი რომ მეტი შეგიძლია უთრა ვიდრე დავუშვათ უარისის იმან დავუშვათ რა თქვას რა ხო ეგრე გამოდის რაღაც პონჩი და რავი როგორც თვითონ თქვა რომ ბეთლ რეპშიო მე ვარ გოუთიო შესაბამისად ალბათ დაწერს ისეთ რაღაცებს რომ იმ ბალკონზე აი ხო თავისუფალი სივრცე არის ხა მამაღლა ვისაუბროთ რა პრობლემა გოութ MC-ს აი გამოვაღე გაბრძანდი და გოութ MC-ს არ მგონია გაუჭირდეს რაღაც თუნდაც no name-ზე რამის დაწერა რა. არ არის პრობლემა, ძმა, მიდი მოწიე და შემოდი. არა, კაცო. ხო, რავი. მაგაზე სუის სიმღერა მახსენდება ხოლმე, კოკლიანი რო ვახსენეთ, რომ აქ თუ ყველა გოუთია, მაშინ მე ვამ წემსიოთ რაღაც ეგეთი ის რო აქ. განსხვავებული ფლოუთი მუსიკასთან მაქვს ექსი, ირგვლივი იმდენი გოუთი, თავი მგონია მწყემს. ხო, აი, ძალიან მაგარი ვინ როგორ მიიღო არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ის გულს მოეფინა რაღაც კარგად. კი ბატონო. ესე იგი ერთი ტრეკი გაქვს და იმასაც არდებ ზოგადად აპირებ ჩაწერას ხო არ მომეწონა არ მოგეწონა კაი მოდი ცოტა კიდე ისეც რო გავაცოთ და მაგალითად ჰობი რა გაქვს ამ რეპერობის გარდა კიდე რას აკეთებ რას ჩალიჩობ ზოგადად რო ეხა მოხვედი მარტო ერთი ორი სიტყვა თქვი ესე რომ რაღაც გამოჩნდეს რომ რაღაცა პიროვნულად რა ასე თქვით მოკლედ 17 წელი ფეხბურთი ვითამაშე აი ესე შეკაცო დაიწყე გვესაუბრე მერე ვიყავი ფეხბურთელი მე როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს ფეხები ისე დაგრეხილი არ გიჩანს ფეხბურთელებს ხო ის კლიშეა დაგრეხილი ფეხები უნდა ქონდეს როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს მოკლედ თუ გივიდა ტრამვა მომივიდა ალბათ same story რა იგივეა რა არა ეხლაც რავი გავარიტებიდან გამომდინარე მაინც ვცდილობ რომ რეგბისტის სვიძე უფრო ხარ ვიდრე ფეხბურთელის ეს რო შემოქმედოს რეგბისტის შორის ერთ-ერთი თემა, ერთ-ერთი საქმეა, რაც მაგრად გამომდიოდა რა, ფეხბურთს გულისხმობ რა. ხო და რავი, ამ დღეებში კი ვაპირებთ თამაშს. მე სტიჩი და ბიჭები და. სხვათა შორის იმას შევთავაზე ეგ თემა, რომ
ერთმანეთში ბეთლი ხო ქონათ მეთქი ამ რაიმე რუსის ხალხს. და ეხლა მეთქი ისეთი პონტი გავაკეთოთ მეთქი, ეხლა აქ ექსკლუზივად ვიძახი. რომ პენლებში შეგაჯიბროთ ერთმანეთს მეთქი რა. პელე, სტიჩი, დოკი, ჯიუნ ერთმანეთს ამ თემაში რა და ჩემთან დავდოთ მეთქი რა. არ დამასწროთ იცოდე ბიჭო სხვა მე უნდა გავაკეთო ეგეთ. ხო და აი კაი პონტი იქნება რა და მე თქვენც რო იმას იზოთ მე უფრო ბევრ ხალხმა შეიძლება რომ პონტი გავაკეთოთ რა და მე ჩემთან დაიდოს ახსე რა რომ თან ახლა ჯიუნა როგორც მეკარის ამბავში ბიჭებიც ახლა იმანაც აღნიშნა სტიჩიმაც დოკიმაც რომ ფეხბურთს თამაშობდო და გვევასებაო და რაღაცა შენც ესე იგი რა გამოდის რომ ნახევარს ფეხბურთელები ხარ ეს აკაპელას ფეხბურთელი MC ფეხბურთელი MC ვა შენზე რა იქნება ახლა საბაზრო როგორ ფიქრობ შენ თუ გამოიცდობ დაახლოებით და მე რო დაუხვედროთ რომ აი მე მაგას ვიცოდი უკვე აი მაგას რაუნდის დასაწყისშივე გაიგებთ რა აქვს ჩემ მეტოქეს ჩემზე სალაპარაკო ეგ უეჭველი ვიცი რა просто ამას ცოტა საიდუმლოდ დავტოვებ რა ვახ ჩემი კაი პროფესიით პროფესია როგორც ესეთი არ მაქვს პროფესია მაგრამ ეხლა ვსწავლობ იმას რა ქვია QM manual tester-ზე ვსწავლობ და აბა ადამიანურ ენაზე მითხარი მოკლედ დაახლოებით რომ მივხვდე მოკლედ ანუ საიტზე რაც ბაგების აღმოჩენა რეპორტების წერა აი მოკლედ აი ძალიან მოკლედ რა ვთქვა და გასაგებად რა მასეთ რაღაცას და შესაბამისად რავი ველოდები ამ თემაში სამსახურს და იმის მიხედვით ნახოთ რა იქნება რა ალბათ გახდება ჩემი main პროფესია ეს სფერო კარგი მაშინ ესე გავუკეთოთ რა ეს გაცნობითი სახე შეიძლება ცოტა ისე იყოს ხა დღეს შეიძლება ძალიან ვრცელი პოდკასტი არ გამოვიდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე მინდოდა რომ მაინც ეს ახალი სახე მაინც დაინახათ პოდკასტზე გაეგოთ ვინ არის რა არის როგორ არის და ასე შემდეგ და შემდეგში კიდე ეს ბეთლები რო ჩატარდება ბეთლების მერეც რაღაცა თემა მოვახერხოთ რომ კიდე ერთხელ მე აბა როგორი განწყობით იქნები წააგებ მოიგებ იმედია მოიგებ რა თქმა უნდა ყოველას მაგას გეტყვით აბა ეხლა ცუდი კაცი ხო არა ვარ იმედია მოიგებ და მოდი ეხლა სტიჩის ისა დიჩიც აი ერთნაირი სახელები როა დაახლოებით როგორ ბეჭდება დიჩი შემოგვიერთეს მაშინ და ვიბაზროთ ამ თემაზე რა მოხვალ მოდი ძმა ვაღოთ კამერას არ გაკრა ფეხი ვინახავ და ფეხი ვარ ბებო ფეხი ესე იგი რაიმე რუჩი წააგო სტიჩი ჩვენი სტუმარი დიჩი მაშინ როგორ დავიწყო წინაზე რაღაცა ეგეთი ის იყო ხო რაღაცა დეჟა ვუ მაქვს ესე მგონები შენ შეიწყალე და იმან დაიკიდა გააღო და გავიდა ესე ეგრეს ნდისო ეხლა შეიძლება ვერ მივხვდა რა ვთქვით როგორ ახარაში ნელა პროექტის კეთების ამბებში აი ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი და გამოუში მაინტერესებს აი მეორე ფაზაზე რო გადახვედით რა შეიცვალა რა დაემატა რა ამოვაკდა ბიჭო ამოკლებით ბევრი რამე ამოვაკლა დამატებით არაფერი ჩვენი რესურსები ემატება რა ჩვენ ჩარლიჩობთ ისევ ჩვენ ვაკეთებთ რაღაცებს ერთი 15 კომპანიას გავუგზავნე აი შეთავაზება პროექტი წარვადგინე ვანახე რომ ერთმა პროექტმა პირველივე ცდაზე 2 მილიონი ნახევარ ადამიანს აჩვენა თავი ყველა პლატფორმის ჯამში ძალიან ბევრი რაღაცა და აუს ხედან რა და მე ამაზე იმაშიც ვამბობ რა ქვია რაღაც ჩემი პატარა ბლოგივით მაქვს რომელსაც ვიღებ და მაგას დავდებ ბეთლის მე უბრალოდ ბევრი ისეთი რაღაც არის რაც ბეთლამდე არ მინდა რომ გამოჩნდეს ხო და მანდვე ვიძახი რა რომ მე რაღაც დიდი კომპანიების მარკეტინგი ვიყო ან ჩვენ ეგ დიდი კომპანია ვიყო ჩემს დასაქმებულებს გავაგდებ სამსახურიდან როცა უშვებენ შანსს რომელიც რავი ანუ იტოქში რა ბევრი არა აქვს ამ ქვეყანაში რა არის თან იცი ეს ხო არ არის რაღაც იქითკენ მომართული რომ დაუშვათ მოწევა დალევა ნარკომანი პირიქით მომართულია იქითკენ რომ აი ესე პირიქით მომართულია იქითკენ რომ მაგალითად ჩემი ჯანსაღი ცხოვრება, სპორტული ინტერესი, შეჯიბრი ერთმანეთთან და რაღაცა ინტელექტუალური თემაც არის. ხო მარტო ის ხო არ არის რომ როწე რაღაცა ინტელექტიც ხო გჭირებოდა დაწერო, ხო ესე არ არის რომ ბლო დაიღო და დაწერო და მით უმეტეს უნდა გქონდეთ ინტერესი მაგალითად რომ უნდა რომ დაუშვათ თავისი სახელიც გაჟღერდეს რომ მაგალითად აი ამ კომპანია
ეს კომპანია ამაში ჩართული არის და ხელს უწყობს ახალგაზრდებს მაგალითად რომ წინ წავიდეს, ხო? ხო, მაგრამ ნახე კიდე როგორი რაღაც არის, აი ჯამრთელი პროდუქტი ხო არის ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის ჯამრთელი, ხა ენერგეტიკული რომ მოვიდეს და რომ მოგთხოვოს რომ არაც მოუშენ არაკეთებ ჯამრთელ კონტენტს, ან მოწევაზე ან დალევაზე, ანუ არაფრით უკეთესი არ არის ენერგეტიკული, ხო, არც ეძე რა. ხო და რაღაცები უხდება ერთმანეთს რა. რაღაცები არის რომ ჯდება, ახლა რავი რეპერი რო გამოდის და ჩვენი სპონსორია რა ვიცმო always ხო რა მაგრამ ხდება ხო ხო არის რომ რაღაცები ყოველდღიური ამბები always ჩვენი სპონსორია როგორ ჩვენ წვალობთ ყოველდღიურად და ეგეთი პოდი ახლა ანუ აი რა არ ჯდება სადმე არ მომიჭათ რამე დებილობაში არ გამრიოთ რაღაც ეგეთი არ ჯდება ხო და რაღაც უნდა ჯდებოდეს ჩემი აზრით ამ ცხოვრებას უხდება რაღაც არაჯანსაღი პროდუქტი რა ანუ როდესაც არტისტი ხარ ჰიპ-ჰოპთან როცა შეხება რა უხდება არაჯანსაღი პროდუქტი მაგრამ თუ ვიღაცას იმის ეშინია რომ აქ რაღაც არაჯანსაღი დელივერი იქნება რაღაც ის რავი რატო ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციაში ყველა ადამიანს აქვს საბოლოო ჯამში ის რომ აირჩიოს დალევს ამ ენერგიას თუ არ დალევს რა როგორც სხვა დანარჩენ რაღაცებს არ ვიცი თუ ვერ გავიგე არა იცი რა არის არაჯანსაღიც არა ეხლა მე უბრალოდ რა კუთხით გიყურე შე რო იცი კონკრეტულად რომ მაგალითად ეს თემა ემსახურება იმას რომ ვიღაცამ მოკლას ვიღაცა უნდა შესვას წამალზე ის და სიტყვის მასალად რო თქვათ ესე რა და იმ პროექტს რა თქმა უნდა დაუშვათ არ დააფინანსებ და არ დაუდგები გვერდში რა მაგრამ ეხლა იგივე ენერგეტიკული აიღე თუ დაუშვათ ისინი რო არის ხო იგივე ვეიპები და ნუ 1000 რაღაც თემები არის ხო ეგ პონტი ხა რეპის თემას უხდება რა ისედაც დავჟერ გინდა ლუდი იქნება თუ რაღაცა ოღონდ რაღაცა ღრეობაში არ უნდა გადაეზაროს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგ თემას უხდება და ეგ არნიშნავს იმას რომ აი რაღაცა არაჯანსაღი რაღაცა თემების პროპაგანდა ხდება იმიტომ რომ უხდება მაგ თემას რა და იქ არავინ არ ეძახის მაგას რომ პლანი კაია არ იქა ის კაია ეს კაია იქ თუ მოусმენთ კარგად სხვადასხვა თემებიც არის აი UFC-ზე რა მონსტერი არის მთავარი სპონსორი და არც ერთი UFC ფაიტერი არ სვავს ხო წინ უდევთ ხოლმე პროსტა რომ ხელში უკავია როცა კამერას წევს ან რაღაცა ანუ არის რაღაცები რასაც იდოქში რა თუ შენი რეკლამის სადმე განთავსება გინდა და გინდა რომ საზოგადოებამ ნახოს ხო უნდა აიღო რაღაც კონკრეტული პროექტი და გადაიხადო ფული რა და ყველაზე ღადავი რა არის ანუ ამ ეს ტიპები ვერ აზროვნებენ იმაზე თუ რა შეიძლება რეკლამამ მოუტანოს ამათ რა ანუ ვერ ხვდებიან დედასფიცა ვარ აი 100%-ით ვიცი რომ საქართველოში მარკეტინგის 70%-მა არის ეს advertising-ისთვის არის მაგათ გონიათ რომ თუ შენს პოდკასტში განათავსებენ თავიანთ პროდუქტს გაყიდვები უნდა გაეზარდოთ 200 ჯერ 300 ჯერ რა რაც სრული იდიოტიზმია შენ უნდა აწიო პროდუქტის ცნობადობა და არა გაყიდვები გაზარდო მე რო ვიცოდე რომ რაღაცა ესე პროდუქტების გაყიდვა შემიძლია რა ბოთლში ჩამოსხვა შენ დამასწრებით რომ გავყიდი ერთ თავარ განსხვავებას ვერ ხვდებიან ის რომ მაგალითად ტელევიზიაში სერიალებს შორის რაღაცა გაირბენ შენი პროდუქტი და ის რომ YouTube-ზე მაგალითად აი TOKAP-ის პოდკასტში დავუშვათ გააკეთეთ ამშობ სასმის რეკლამა ნებისმიერ ამის რეკლამა ხო ის დევს და დევს არ იშლება და რჩება ხო რამდენი ადამიანი შემოდის იმენი პოტენციური კლიენტი შეიძლება იყოს ხო თან ბებიაჩემი არასდროს არ იყიდის ენერგეტიკულს ანუ ეგ ამბავი და ან რავი არც სხვა რაღაცას ბებიაჩემი არაფერს არ იყიდის რასაც ტელევიზორში ნახავს თუ მაინც და მაინც საშუალება არაა ხო ასე რომ აი YouTube-ზე განთავსება რეკლამის ეთამითობად ეს სწორ პროექტში რა არის ძალიან კაი ეგ ყველაფერი რა. კაი, პირველ დასაწყისი რაც იყო, მეც ვნახე რომ კაი შედეგი გამოიღო. ეხლა როგორ ფიქრობ ამ მეორეს თემაში დავუშვათ კიდე და კიდე უნდა გაგრძელდეს, რომ სპონსორის გარშე ძალიან ძნელია. მე სრული მაქვს რა თქმა უნდა რომ გაგრძელდეს და გაკეთდეს და სხვა გზა არ მაქვს, ანუ პირდაპირ გითხრა სხვა გზა არ მაქვს. მთელი ჩემი დრო, რესურსი, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ადამიანური ფაქტორი და თუნდაც მატერიალური ფაქტორი გავუშვი რა ამ პროექტში. ახლა ეს პროექტი იმუშავებს, უეჭველი იმუშავებს რა, ანუ სხვა გზა არ არსებობს. არ განვიხილავ სხვა პონტს რა. full stack ამაზე ვარ გადასული, სულ რაღაცას ჩალიჩობ, სულ ვიღაცებთან საუბარი მაქვს, სულ რაღაცას ხვდები, სულ რაღაც სულ ხდება რა. ესე არ არის, რომ გაჩერებული ვიყო და ვიძე და ველოდო რაღაც როდის მოხდება. არა, ერთი თვე უბრალოდ არხს მივეცით დიაპაზონი, რომ გვენახა უშუალოდ ერთი თვის შედეგი რა ექნებოდა არხს. საბოლოო ჯამში ვნახეთ ეგ ამბავი. ახლა უკვე გვაქვს ეგეთი რაღაც, რომ
აი ნახე ერთ თვეში ამას შრება არხი. უკვე სტატისტიკები გვაქვს ყველაფერი. და არა მარტო თქვენთან გასკდა კაცო TikTok-ი გინდა, რამდენ არხზე იყო ატვირთული ისედაც ბევრგან ძალიან. კი. Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, რა ვიცი, ყველგან. თან ეს კონტენტი ისეთია, რომ ძალიან ბევრი YouTuber-ი არეაქტებს, რაც იმენა ანუ შეიძლება ეს პირდაპირ ჩემთან არის ახება ჩემს არხზე ეგნახვები, მაგრამ იმას 10,000 საბოლოო ჯამში მაგამდე მოდის დირექტორო იმას 20-მა და საბოლოო ჯამში ეგნახვებიც რა მნიშვნელობა აქვს ვის არხზე უყურა. ჩემთანაც ვლოგი რო გავაკეთე, ნახა ძალიან ბევრმა დააინტერესდა ერთი სული ქონა და როდის დაიდება გადაცემა რომ ნახოთ და ერთი სული ქონათ რაღაცა რო უყურებდნენ უფრო ინტერესში ვართ და რაღაც ეს ვლოგები რო ნახეს, კიდე უფრო აღეძრათ ინტერესი და კაია ეგ ყველაფერი რა. და ის იქამდე მივიდივართ კიდე რომ ეს ერთმანეთის გვერდში დგომის თემა ასწორებს რა რომ ეხმარები რა ის იმას გაუვარდება ეს ამას გაუვარდება და საბოლოო ჯამში ერთი საქმე კეთდება რა. კი. და ეხლა ვიძახი ერთ რაღაცას რა. ეხლა დავამოღამე რაღაც ანუ ზოგი ტიპი არის რომ შენს რეკლამას თავის ვიდეოში ჭრის, როცა შენ კონტენტს იღენებს. ეგ დავამოღამე 1-2 ადგილას. და აქვე ვიძახი რა, როცა ეგეთ რა ვიღაც რო დაარეაქტებს იმას რა, მაგალითად ბეთლს და რეკლამას რო ამოჭრის. წავუშლი ვიდეოს. აჰა. მოიცადე ერთი კარგად. აბა ერთი როგორ თავი დავითხარი, რეკლამას კონკრეტულად რას გულისხმობს და ხო არეაქტებს რა ვიდეოს. და მიდის რეკლამები. რის advertising-შიც ფული გადაიხადა გასაგები Google-ის იმას გულისხმობს. არა. ვიღაცამ დაასპონსორა არხი. სპონსორს გულისხმობს. ხო. და მაგას გიჭრის რა. აჰა. იმიტომ რომ თავის ვიდეოში არ გამოჩნდეს. ხო, თავის ვიდეოში არ გამოჩნდეს. მაშინ კონტენტიც არ უნდა აიღოს. იმიტომ რომ ან ცუდია. და ეხა მაგაზე ვლაპარაკობდი რა ბოლოს, რომ მეთქენ რომ ვინც პატივს არ გცემს და არ აინტერესებს შენი შრომა უბრალოდ წაუშალე რა. იმიტომ რომ შენ წარმოიდგინე, ამდენი რაღაც გააკეთე, ამდენი ადამიანი შეაწუხე, ამდენი პასუხისმგებლობა აიღე, რაღაც 150 კაცი, 200 კაცი ყავს და დარბაზში და ჯერ მარტო მაგაზე რამდენს ფიქრობ რა ხლა ვიღაც ამ 150 და 200 კაცში არ იყოს ესეთი ტიპი, ვინც უბრალოდ გიჟია და რაღაც სულელე არ დაიწყოს და ანუ ივენთი არ აგერიოს, ან რამდენ რაღაცას ფიქრობ და მე ვიღაცა ადამიანი რომელიც ეს დაჯდება და გადაწყვეტს რომ უბრალოდ ეგ არ უნდა რომ გამოჩნდეს, მაგრამ შენი კონტენტი უნდა გამოიყენოს, სუდია. მით უმეტეს თან ჯერ სპონსორი არ არის და რო იქნება ხო, მაგიტო ვიძახი მე რომ აი სპონსორები ანუ გაგაფრთხილად კაცმა. სპონსორები იშოვეს და რაღაც გავლატავდნენოს თემა არა რა, უბრალოდ ეგ არის რომ თუ შენ ვიღაც ტიპის კონტენტს იღებ, მისი სპონსორიც როცა ვიდეოშია, თორე YouTube რეკლამები ჭრან რამდენიც უნდა, მე მაგაზე პრობლემა არ მაქვს. შენი სპონსორი არ უნდა ამოგიჭრან, არხის სპონსორი ვინც არის რა. აი ეგ რა ფენომენია ესე. სპონსორი იშოვის და გაბლატავდნენ. ეხლა მე მაგალითად YouTube-ზე რო უყურებ სხვადასხვა კონტენტს, ხო? აი არის რაღაცა კონტენტი, რომელსაც რო უყურებ მაგალითად, ეხლა არ ვიცი რამდენად უყურებ, კაკო რო არის YouTuber-ი რა. ტიპი, ესე იგი, ხანსაც ჩამოეკიდება, ხან ანაკონდას დაძდევს დასახჭობად, ხანუ ძალიან რისკიან თემას აკეთებს და რატო ვამბობ ამ ყველაფერს რა? იმ დღეს ამოვაგდო, რომ ეხა ბოლო ვიდეოზე რომ საქართველოს ბანკი გახდაო მისი ისა სპონსორი. აი ზოგი ხო არო, აი რა პონჩი უნდა და მეთქე შეარგოს ღმერთო, იმიტომ რომ იმსახურებს ტიპი რა და ეს ხალხს რა წარმოუდგენია, იცი რომ თავისით უნდა აკეთოს ყველაფერი, თავისი ხარჯებით უნდა აკეთოს, თავისი იმით უნდა გაწიოს რისკი. რატომაც არა, თუ დაასპონსორებს მე, სხვასაც, იმასაც, ამასაც, რატო უნდა შემშულდეს და გაბლატავდნენ და რატო უნდა თქო, თუ იმსახურებს ტიპი ხდები? რატომაც არა. ეგ კიდე ცალკე ფენომენის სასტავია რა. პროსტა აი კაკოზე მინდა რომ ვიბაზრო, რომ კაკო არის ყველაზე მაგარი საქართველოში მაგარი storytelling და ისტორიის გადმოცემის უნარი არავის არ აქვს, აი საერთოდ. და იცის ამ ტიპმა როგორ უნდა აკეთოს ბიზნესი, აკეთებს და სპონსორები წავს და ეყოლება კიდეც და რა კარგად სვავს სპონსორებს, იცის როგორ ჩასვავს რა, როგორ შემოიყვანოს იმაში. კარგი თიმი ყავს. ო ვიდეოში როგორ შემოიყვანოს. აი ხა ბოლო ვიდეო რო იყო, ბიჭო, კლდეზე რო არის გამოკიდული სასტუმრო რაღაცა, ჩემი კაი რა მიყვანს იქ. ჩასვით კიდე ჩასრილადდნენ, მაგრამ ასვით რამდენი ხანი ადიოდნენ, მე იქ მთელი ღამე იქან გადმოვარდე, ანჩა არ ვიცით, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მე მეორე პროექტიც ამაქვს წარმატების გზა, სადაც მეტი წელის იუთუბერები მოდიან ხოლმე და სიამოვნებით გიხილავდი და ალბათ შედგება ჩვენ ტანდემი მანდაც
რომ ვისაუბროთ ჩემ თემებზე ძალიან გამისორდება, იმიტომ რომ ასწორებს რა ეგეთი ხალხის მოწვევა, აქ კონკრეტულად ის თემა არის, რომ სულ რეპისკენ და ხალხისკენ. არა, ხო, რეპისკენ და სულ ეს კონტენტი არის რა, აქ რომ დავდო ეხა სხვა რამე, შანსი არა, ერთი ნახო არ ექნება რა, ისე წაიღო ალგორითმა უკვე და რეპის შესახებ რაც არის დაუშვათ ხო, ნებისმიერი რამე რაც უნდა დავდო, ეგრევე მიაკ. და აქვე სანამ დამოუწყდა, არ მithქვამს და გამოიწერეთ არხი, გამოიწერეთ, რომ ამ სიცხეში ვწერეთ, ვაკეთებთ და ვიხლუკებით ხალხი და არც სპონსორი არაფერი. და არხი მაინც გამოიწერე, მიალაიქე ვიდეო და ასე შემდეგ. ხო, სანამ დაგემშვიდობები, ერთი მინდა კიდე აღნიშნო. ედის თემა მედო, რომ კითხვები დაუსვით მეთქი რა და მე ბევრი კომენტარები მოყვა, რომ აღარ დაიდო და ჩემ ბრალი არ არის მეგობრებო, ჩამოსული იყო ქუთაისიდან კაცი კონცერტი ჩაატარა. დაბრუნდა უკან, ვეღარ მოასწრო, მოსულიყო და ორი ვარიანტი, ან მე უნდა ჩავიდე ქუთაისში, ან უნდა ჩამოვიდე სააგ და როგორც შედგება, მთავარია იქნება. ესე გაიგე რომ ესე გონიათ ხალხს რომ აღარ უნდა იყოს კაცო სად არის და მობილიზება რო ჭირდება ამ ყველაფერს დროის ამბავია და ასე დამღალა პოდკასტებმა და აღარ მინდოდა უკვე ეს პოდკასტიც, მაგრამ დაგღალა ხო? რო კეთებამ თორე ეს მოსვლა ლაპარაკვა არა. კეთება. მე ვილაპარაკო რა ხა მთელი ფიქრი ვინ უნდა მოვიდე შემდეგ კვირას იმის შემდეგ კვირას იმის რა არიცი? აი ჩემპიონშიპს როგორ არის ხა რო უყურებ ამ თემას რა? აი გარშემო, ხო, ერთი თქვენი თემა იყო, ნათიასაც ჰქონდა ხოლმე ეგ თემა და всё, ეხა ფაქტობრივად თქვენი პონტიც იმდენად აღარ არის, რომ კონკრეტულად მე რას მომფიცო, აი რეპერები მოიწვიო და რეპერები ასაუბრო, ნათიასთანაც აღარ არის ეგ თემაც, ძირითადად აი ჩემი პონტი დარჩა კონკრეტულად ამ მიმართულებით, თორე ხა ილოსაც მიყავს ხოლმე რეპერები და არის სხვა იმებზე მინდა არხებს, აი კონკრეტულად რეპის გარშემო და რეპერები რო მოიყვანო, ჩემი თემა დარჩა აქ ფაქტურად ამ თოკაფეს პოდკასტში და ფაქტურად ეს ნიშა მე მიჭირავს ამ წუთას ესე გამოდის და რაღაცა კაი სპონსორი რო შემოვიდეს, უფრო კაი პონტი იქნება რა, რომ უფრო მეტად შევძლებ, რომ რაღაცები გავაკეთო, უფრო მეტი ვლოგები გაკეთდეს, იმ დღეს მაგალითად პელესთან ვიყავი სახში იქიდან გავუშვით ლაივი, 2 საათიანი ლაივი ქონა, ვიბაზრეთ, ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, იმუნიც როდესაც შევეხეთ, იქით აქეთ და რა ვაფშე იდეა გვაქვს, რომ YouTube ლაივებიც გავაკეთოთ ხოლმე რა, სხვადასხვა არტისტები მივიყვანოთ ხოლმე, მოდი ჩემთან პრობლემა არ არისო რა, გადავიღოთ ხოლმე. მაგას მეც ვაპირებ ვიცი. კაი პონტია რა, რომ ანუ ლუდი ის თემები და თავისუფლად ანუ იქვეთან კითხვები მოდის რაღაცა. მაგას ვაპირებ, ცოცხალი პონტია. რაიმენ რუცის არხზე, ოღონდ სტუდიას რო გავაკეთებ ჩვენს მე. ვაპირებთ ახლა. კაი პონტია ეგ რა, იმიტომ რომ ცოცხალი გამოხმაურებაა და იქვე ხედავ რა, რას გეკითხებიან რაღაცა იქით აქეთ. ერთ-ორმა კი შეგვაგინა, მაგრამ ეგეთები ხდება ხოლმე და ეხა იმათ ეგონათ რომ ჩვენ ავყვებოდი და არიქა და რაღაცა და აი ეთქობა გონიათ ხოლმე რაღაცა გული მოვიფხანეთ თუ რაღაცა და ჯერ ისეთი პონტი იყო რომ ეგრევე პირველივე ჩავრთი თუ არა ლაივი და პირველივე ის მოვიდა ეგრევე კომენტარი რომ დასი ხალხსო და მე ვუთხარი კი ბატონო დასი ხალხს გაუმორჯოს ყველას ვის ნიჭია და ვიც რაღაცას აკეთებს რა ეგონა თუ რახან პელი იქიჯდა ან რაღაცა ცუდი უნდა გვეთქვა ან რაღაცა ვინმეს თუ რამე ეკითხება ჯგასრკვევი აქვს ისინი გაერკვევიან კაცო ხო ჩვენც გვიწერენ იმაზე რა ქვია რაღაც პოსტებზე ხოლმე TikTok-ზე და იმაზე ხედავ ხოლმე ეს იწერება დასი ხალხს და ბაზარი ამ ტიპებმა ხო ამ ტიპებმა საერთოდ არიციან რადგანზე ახლოს ვიზნობ ზუკას სადაც მაგაც საძმაკაცოს ანუ ყველას და რას მოვლოდები ეგრეც რო რას მოვლოდებიან ამე ცუდი უნდა თქვა უცებად ეგ არის ანუ მაგას მოვლოდები რაღაცა ცუდი უნდა თქვა მეთქი იყო ანუ ხალხს მოვა მე რა აი ხო კი მე აი ვერაფერი მე და ბეჭელები ეუბაძმა აი ზმო ენაცვალე მე всё მე ან შეგაგინებენ რაღაცას მორჩა რა კაი ჟიური იგივეა ხო თუ შეიძლება შეიცვალოს იმიტომ რომ ახლა არის მომენტი რომ შეიძლება ზურიკოს არ ეცალოს იმ დღეს ანუ რაღაც ეგეთი მოხდეს და აი როგორც იმ დღეს ცვლილება მოხდა რომ წავიდა იაგმაკი კი იმიტომ რომ ანუ უეჭველი გარანტირებული ჟიური არ ვწდე 30-ში ესე იგი ერთი ვიცი უეჭველი რომ NIC იქნება ეგ უეჭველი ვიცი სხვათა შორის ბეთლზე ახლა NIC აქვს პრომო კოდი 25%-იანი ფასდაკლება არის ბილეთზე აი ეს 25-ით შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგ ვისაც ბილეთების ყიდვა გინდათ 40 ლარიღებს და 30 ლარად იყიდენ ჩხუბები. აი ხა შურიანი კაცი რო იყო ამას ამოვჭრიდი, მაგრამ არა მოვჭრი.
ხო იცი ზოგი როჟერ ვარია, ანუ აი იმას თუ ახსენებ ის ჩემი კონკურენტი. არავის კონკურენტი არა მეგობრებო რა. კონკურენცია კაი. ყველა ერთმანეთს უდგევართ გვერდში რა. შეიძლება შოიდან რაღაცა ჩანს, რომ ვიღაცას კი, რაღაცაში კონკურენცია კარგია იმ ხრივ, რომ ვინ ერთმანეთზე მაგარ სტუმარს მიიყვანს და რაღაც კაი გადაცემას გააკეთებს, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ვიღაცას შურს და ბოროტება და სუპერი ახსენება ხოლმე. ბოროტება უნდა იყოს მაო და ყველაფერი ჯიგრულად და ყველაფერი კარგად მაო. მაშინ როგორ? შეიძლება ჟიური პელეც იყოს, ოღონდ არის თვითონაც. აქენა გაიგებს ხო? არა, პელი არის მაგარი კაცი, მაგარი ბუნჩულა და მაგარი საყვარელი კაციაც მაო. რა სხვათა შორის სამი ახალი ტრეკი აქვს ჩაწერილი, რომელიც ექსკლუზიურად ჩემთან ლაივში იბაზრა და მე კონცერტებზეც იბაზრა. მაგრამ ჩემთან იყო იქ ექსკლუზივი, მაგრამ კაიპიანი იყო და ემინა დავა ის სამივე აქ უნდა ვიბაზრო ეხაო და ჩართო და იბაზრა ემინა და ისეთი ტექსტები ქონდა რომ მართლა აი არ ვცაღო რა გროტესკსაც მაგარი ნუ ტრეკები აქვს ალბომი უნდა მეთქვა ხა მაგრამ ალბომი არა უმერე თვითონ თქვა იქნება სინგლება დაიდებოდა გროტესკსაც მაგარი რაღაცები გოჩასთან მოლაპარაკებული ვარ და ვეღარ შევთანხმდით რა არიცი აი ძალიან ძნელია რა ისი არის დღესდღეობით აჩქარებული ყველაფერი რომ აი მაგალითად დილის 5 საათზე და 6 საათზე თუ არ ადექი აი 12 საათზე თუ ადექი შეიძლება ერთი რაღაცა მოვასწრო მაქსიმუმ და დამთავრდა რაღაცა ისე აჩქარდა ყველაფერი ადრე რო ადგილობდი 12 საათზე ერთი 7 რაღაცას მოვასწრებდი რა და თითქოს რაღაცათა ხო ეს შენელდა ძმაო ცხოვრება იქ საცობები რაღაცები და ვერასწრებ რა აუ კიდე რა უნდა მეთქვა იცი აი მაქსიმალურად ყველაფერი ინფორმაცია გამოუშვება. გროტესკზე რადგანაც დაუწყეთ საუბარი, მოკლედ გოჩის აქვს control room-ი. და ეს control room-ი თავიდან ბოლომდე მაგრად გვეხმარება რა. ეხლა ფოტოსესია, სადაც ჩავატარეთ, რომ არტისტების ბანერები დაგვემზადებინა, სადაც ინტერვიუები გადავიღეთ ეს ყველაფერი. ეს ყო control room-ის მხარდაჭერით რა. აუ სწორად ვიძახი მედი მაგ control room-ი მახსოვს. ხო? თუ არა ჩამიგდი ამოვანათებ როგორც აი რაც არის. მოიცადე არა, არ მინდა რომ შემიშალოს, თორემ მაგარი ხაჯობაა ხა. მე ეგეთი რაღაც შემიშალოს. ანუ თავის სტუდია აქვს მოწყობილი? კი. მაშინ იქ მოგადგები და მან ჩავწეროთ. ძმაო, რა პრობლემაა? მოგწერ ერთი გავიგო, რაღაც კაი რამე გავიგეთ. ბარე მოვალ და მან ჩავწეროთ. იმიტომ ძალიან კაი გარემო იყო რომ ნახე. control ინტერვიუების რო ჩაწერეთ, ძალიან კაი გარემო. ხო და ანუ ძალიან ანუ ფოტოსესიებისთვის არის ძირითადად და ეგეთ თემებისთვის თუ არა თავის DJ-ing კურსი აქვს ასწავლის საზოგადოებას ამ ჰიპ-ჰოპის ამ მიმართულებას და ჟანრს DJ-ing-ს პახოვდო ვიდეო სტუდიაც აქვს როგორც ვიცი ეგ მომსახურებაც შედის და ხმეშამწარი სტუდიაც აქვს აუ წვია ცხოვრება ძმაო მაშინ მოგწერ და მანდ მოვალბარი რა აქ მოგიყვანო ხლა ამ სტრიში. სიგრილეც ექნება საბოლოო. კი, კონვენციონალია. სიგრილეც ექნება. მაშინ ვაფშე ამიწყია ცხოვრება. ეხლა უბრალოდ კაია რომ აქ დეიდა ჩემთან რო ვიღებთ აქ მაგი და არის და ეხლა ფლოსტები დავждები ხოლმე თუ რაღაცა არა ჩანს და კარგია ახლა ჩაიხუტე ბოტასებში იმაში ამაში. უბრალოდ ეხლა ფლოსტები ეხლა ისე აღნიშნე რომ როგორ არის ქართულად რომ ჩუსტებიც რუსულია თუ ქართულად როგორცა შლოპანცები თუ შლოპანცებიც რუსულად არ ვიცი არა კაი ესე იგი ჟიური არ ვიცით როგორ არის დედაენის ბაღში ენაის და გროტესკი იქნება ეგ მესამე არ ვიცი არის დედაენის ბაღში არის 30 აგვისტოს რომელ საათზე 7 საათზე გაიღება კარი 7 საათზე მოკლედ მე დიდი სრული მაქვს რომ მოვიდე თუ ერთადერთი კიდე ერთხელ ამ რაღაცა ესეთი ივენთი არ დამემკვიდრე რომელშიც აი რაღაცნაირად ამბავი ძალიან დიდი სრული მაქვს რომ აი მოვიდე იმიტომ რომ აი წინა მოსვლაზე ძალიან ვისიამოვნე აქ კიდე უფრო მეტი ხალხი დაეტევა სავარაუდოდ თუ რატო კეთდება სხვაგან თუ იმიტომ კეთდება სხვაგან რომ ბარი სადაც ვიყავით მოიქცა ძალიან ცუდად მაგიტომაც ამოიჭრა მაგვარის რეკლამები აქ დავტოვეს ხო რასაც საუბარი კი ანუ პირდაპირ ადგა და ფული აიღო ანუ ბილეთ გაყიდული ბილეთებიდან ფული არ უნდა აიღო ბარს და ფული აიღო სხვა მოლაპარაკება გქონდათ და უბრალოდ ფული აიღო რა პირდაპირ მნიშვნელობით მაგიტომაც არ ჩანს არსად მაგბარის სახელი რა კი გამიკვირდა ისე რაც რომ დავიწყე ყურება მეთქი როგორ არ ახსენეს ამ რაღაცა მეთქი და თურმე რაშია საქმე დედაენის ბაღში. თან ისე სიმბოლურია ახლა რა. ხო, დედაენაში მზადდება მეგობრებო, ახლა ახალი ივენთი. ცოტა ცუდად დაჯდა რა. დედაენა პირდაპირ ძალიან ჯგრულად მოგვიდგა.
და სულად რა დაჯდა მითხარი? ბარმა რო ფული წაიღო და მე როცა დედაენა ვახსენე და არა, ხო, სხვა ბარზეა საუბარი და თვითონ დედაენა მეთქი სიმბოლური, იმიტომ რომ მაინც იაკობ გოგებაშვილი რაღაცა ამბავი ენის ადგმა სკოლებში და რაღაც ადრე ეგრე იყო ხომ, ეხლა შეიძლება ამბობდეს კიდევ აღარ ვიცი როგორ არის პირველ კლასებში. აღარ არის. მაგრამ კარგია რომ მაინც ახალგაზრდობის შეკრების ადგილი არის დედაენა მაინც ესე ითვლება და თან ის რამაგარი პონტიანო სკეიტ პარკი და პირდაპირ დედაენა ბარი რა. სკეიტ პარკის წინვეა რა. და ორი სტილი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან რა. წლების წინ რამირესი იყო ერთი ეგეთი რეპერი, სულ რამდენიმე ტრეკი ჰქონდა და ერთად გავაკეთეთ დუეტი და მან გადავიღეთ კლიპი. წლების წინ მან დედაენის ბაღში და კაკრას ეგ თემები იყო სკეიდებით, მოძრაობენ ტიპები და ზოგი ბრეიკდანსი ყავს და რაღაც კაი დრო იყო. ყველა პოდკასტში ესე ვტირი ვარ. მაგრამ ყველაფერი წინ არის მეგობრებო, სხვათა შორის გუშინ ერთმა მანდილოსთან მომწერა რომ შენი ახალგაზრდობის ფორმულა მითხარიო რა და რა ახალგაზრდობის ფორმულა მეთქო 41 წლის ახარო ადამიანიო და 20 წლის ბიჭივით ახარო თავი კი არ შევიგე ერთი ნაუჭი არ აქვს რატო უნდა მქონდეს არ ნერვიულობ ასე რომ ტყუილავ ტირიბობ შევოთ ახალგაზრდა კაცი ვარ მოკლედ სხვა რაიმე ესეთი ხო არა ინფორმაცია კიდე რაც უნდა გაჟღერდეს და რაც საოცრად უნდა იცოდეს ხალხი შენ პირადად შენ თემაზე ტრეკები რამე თუ ტრეკები გადაწეულია მშვიდია არ საძმო ოჯახი და ეს ორი ამბავია რა ოჯახი რაიმენდროცი ოჯახი всё მოდი მაშინ შუაში ჩაჯე კიდე ერთად დავიშვებოთ ბარემ რახან ერთად დავიწყეთ მაინც როს კაცური ეშენია მეთქი ვისია შენია მე რატომ მიჭირავს აქიდო დღეს ბავშვით ვარ მოსული მოკლედ მე ფაქტურად დეჟაუ მქონდა იმიტომ რომ როცა დიჩი ჩავწერე ეს კაცი მოყვა მაშინ უბრალოდ სტუმრად იჯდა ეხლა ჩავწერეთ ეხლა სტუმრად იჯდა და მე დიჩისთვის მეგა და ეხლა აი უკვე სამეულო ბზივართ რა თელ ამბავში და უნდა უთხრათ ხალხს რომ გამოიწევონ არქი უოჭველი რომ წვალობ და ჩალიჩობთ წარმატებები ამ კაცს 30-ში და ყველა მონაწილეს რა თქმა უნდა შენ წარმატებები ჩემო ძმაო საქმიანობაში იმიტომ რომ კაი რამეს ემსახურები და ეგ ყველაფერი კარგია და დასაფასებელი და სპონსორებო გამოჩნდით აქეთ მხარეს ყველგან გამოჩით რომ საერთო ინტერესების ამბავში როცა დიჩი გადამიხდის მეც ხო ფული დადეთ ბიჭო აქ დადეთ და სანამ დაგემშვიდობები კარგია ეხლა რო ახსენე რატო იღებს ტიჩი მეორე მონაწილეობას და დოკი არ არის ამ პირიქით ეგ მაინტერესებდა სხვადასხვა თუ ითქმის კი როგორ არის თქვის კაცო და მაგით დავიშვებოთ ხალხს ნახე დოკმა ისე აჩვენა თავი და იმ ხელა რაღაც დაამტკიცა რომ ჩემი აზრით ამ ეტაპზე დოკმა უკვე რაღაც ტიტული უნდა მოიპოვოს და არა რაღაც დაამტკიცოს უკვე მაგ დონემდეა ჩემი აზრით. აი პირდაპირ ნახევარ ფინალში ან რაღაც ეგ თემა შეიძლება გაიჩნდეს ამ ხო დაახლოებით. ხო ან პირდაპირ ვიღაც გოლს უნდა დაეჯახოს. ხო. სტიჩი ვერ აჩვენა ბოლომდე რა თავისი ხალხი. ხო ემოციურობა გადაძლია მე ესე ვფიქრობ. აი ეგ მინდა რომ სტიჩიმ დაამტკიცოს რომ დოკზე ნაკლები ტიპი არა არა იმიტომ რომ ვიცი სტიჩის რა შეუძლია უკვე. გუშინ დოკმა შემიფასა სტიჩის რაუნდი, ანუ მე არ ვიცი, მარტო ამის რაუნდები ვიცი. დოკის რაუნდი არ ვიცი. და მითხრა რომ 10-დან 10-ია. სტიჩის რაუნდები. ნახოთ, მაგას ნახოთ, დოკს არ შეშლება და ვიცით. ხო და დოკს ვუმზადებ ძალიან მაგარ ბეთლს. ვაუ, სპონსორები მჭირდება. ექსკლუზიურად ამბობ მაგ ყველაფერს ესე იგი. კამერის გარეთ მე საუბრობ ალბათ მეტყვის ვის ეჯახება, მაგრამ ეხა ამას არ იტყვის. ვამზადებ ძალიან მაგარ ბეთლს, ამაზე საუბრებიც იყო, მოთხოვნაც იყო ხალხისგან ეჭვებიც იყო, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა შორს არა ვარ თქვენი. დაახლოებით მივხვდი, დაახლოებით. მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გაიაზრებთ რა, ანუ ან გაიაზრებთ, არ ვიცი, მოკლედ მაგარ ბეთლს ვამზადებთ. კაი, და კიდე რა მაინტერესებს, ესე იგი ამატერასუ არის, ეს კაცი არის ისა სტიჩი არის და ვეკილი. ხო აი ეგ მაგაც გამაცნობ, ეგ კაციც მინდა სხვადასხვა თუ სრული ექება რომ მოვიწვიო მე რა. ეგ კაცი არ არის
თბილისში. თბილისში არ არის. არ არის თბილისში, მარტვილშია და თუ ექნება სურვილი და რაღაცა მაინც დავიკონტაქტები და მაქსიმალურად მინდა რომ ახლოდან გაიცნოთ ხოლმე მაგალითად სანამ მიხვალთ დაუშვათ პროექტში რომ მოусვინოთ ადამიანს დაუშვათ ვინ როგორ ანაერთ შეიძლება დღეს ბევრი ბაზე ჩენზეც მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად მაინც წამოიწია რა წინა პლანზე შენი თემაც რა ხო ისეა მაინც რა ვიცი რა ვიცი დროებით მაშინ ძმებო აბა გაკოცეთ ჩაგეხუტეთ და ფის ფული წარმატებები ფული დაიდოს